თქვა და ის ალბათ ყველაზე კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს წესი და რიგით მას მე-10 ნომერი ექნება. ესალმებიან ფეხბურთელები ერთმანეთს, სულ მალე დაიწყება შეხვედრა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამ მატჩის წინ. ჩვენ ხვდებით სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს, რომლებიც დიდი ხნის წინ თამაშობდნენ, რომლებმაც დაახლოებით 20 წლის წინ დაანებეს ფეხბურთის თამაშთავი, ან ცოტა უფრო მეტის, და ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო წლებამდე აქტიურად იყვნენ თავიანთ სპორტულ კარიერაში, ასე რომ ძალიან საინტერესოა ამ ყველა ფეხბურთელის ნახვა ერთად მოედანზე. ამის გამოცდილება უკვე ჩვენს ნაკრებს აქვს, გუნდს გამართული აქვს შეხვედრები, დღევანდელი შეხვედრის მსაჯიც გვიჩვენეს ახლო ხედით. რასაკვირველია ასეთი თამაშებისას ხშირად გვახსენდება, რომ ის კლასი, რომლებიც ფეხბურთელებს აქტიური სპორტული კარიერისას ჰქონდათ, არსად დაკარგულა. შეიძლება აღარ არიან ისეთი სხარტები, აღარ არიან ისეთი სწრაფები, მაგრამ ტექნიკა არსად მიდის და არაერთი შესანიშნავი მომენტიც გვახსოვს წინა მატჩებიდან. კი, დაგვირდა კიდეც მატჩის წინ გადაცემაში თემურ კეცბაია ჩვენი გუნდის მთავარი წევრი, მაყურებელი იხილავს შოუს და ისე ვიაშვილი. ამზადებს ჩაწოდებას ნავალოვსკი! გაიხსნა ანგარიში. იაშვილის შესანიშნავი ჩაწოდება და ნავალოვსკის თავური. აქ უკვე ამ გოლი ვეღარაფერს გახდებოდა. ჯერ 11 დაწინაურდა. პრეტენზიები აქვს გვერდით არბიტრთან. ბარსელონას ფეხბურთელებს დაუსმა მოიხსნა სათვალე და პირდაპირ აძლევს მსაჯს, გაიკეთებ, ჭირდებაო. ირონიული ჯესტი ნიდერლანდელი ფეხბურთელის. ნახოთ. ხო, რა თქმა უნდა, პროფესიულ ფეხბურთში ასეთი საქციელი ძალიან მკაცრად დაიშჩებოდა. თამაშგარი არ ყოფილა. არანაირი თამაშგარი არ არის, სულ ყველა არიან აღშფოთებული ბარსელონას ფეხბურთელები. 1-0 დავწინაურდით. შესანიშნავი გადაცემა და ნავალოვსკის თავურის ბრწყინვალე იყო. ჩვენთან ცვლილება შემოდის გიორგი დემეტრაძე. ცვლის არველაძეს. კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ გამეორებით გოლის მომენტს. სავიოლა უკან აბრუნებს ბურთს. რონალდინიოს ჩაწოდება. ნავარო ჩაერთო შეტევაში. სავიოლა და არ არის გოლი, გამოვიტანეთ ბურთი. თუმცა ბარსელონა შეტევა გრძელდება, რა ხდება, თუ გააჩერა არბიტრმა ჩათვალეს გოლი. როგორც ჩანს, აღნიშნავენ. ხო, ჩათვალეს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ შეტევა გრძელდებოდა ბარსას ჰქონდა ბურთი და საქმე გააჩერა, ჩაითვალა გოლი 1-1. 34 წუთზე გაგვიტანეს სტუმრებმა. რონალდინიოს ჩაწოდება იყო აქ ძალიან კარგი, მერე თავით გადაცემა სავიოლაზე, სავიოლას დარტყმა ლომაია. როგორც ჩანს, გადაკვეთა ბურთმა ხაზი. თავგანწირვით თამაშობდა ამისულაშვილი, მაგრამ ძლიერი იყო სავიოლას დარტყმა და ვეღარ გამოვიტანეთ ბურთი ხაზიდან. სავიოლა და ჟიული გავიდნენ. ეს გადაცემა ლიტვანელამდე ბურთი არ მივიდა. გოგუა გააჩერა, პაუზა გააკეთა, ყენიას მიყვება ნავალოვსკი. ჯერჯერობით ყენია ინარჩუნებს ბურთს. სილოს კოკოს მოთხოვებას გააკეთა პასი სირაძე. ნავალოვსკი. უკან დატოვა ბურთი სირაძე. იაშვილმა მოითხოვა წინ ბურთი მიიღო. დაუბრუნა ნავალოვსკის ჩაწოდება შორეულ ძელთან და კარგი დარტყმა საგაეხლა სირაძემ, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს რომ გამოსულიყო, სასწაული იქნებოდა. საოცარი მომენტი იყო. კარგი შეტევა მარცხენა ფლანგიდან. აქ საქმათა კონტრშეტევა მივიღეთ სორიანო საჯარიმოშია. დარტყმა 2-1 ხდება ანგარიში. ძალიან მარტივად გააკეთა ყველაფერი სორიანომ. ვერ შეუშალეს მას ხელი, ვერც ამისულაშვილმა, ვერც პასუხაძემ და ბარსელონა გავიდა წინ 2-1.
მე-11 წუთზე მეორე ტაიმის. განმეორებით ეს ეპიზოდი რონალდინიომ წამოიწყო შეტევა, მერე შესანიშნავი გადაცემა, დაცვა მოჭრა აი ამ პასით რონალდინიომ, მიიღო სორიანომ საჯარიმოში ბურთი, ამისულაშვილს ვერაუარა გვერდი, მაგრამ ვერც გადაეღობა საქართველოს ნაკრების ლეგენდების გუნდის მცველი. თამაში განახლდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მარცხენა ფლანგიდან. ნავალოვსკი. თამაშის გადატანა სადა მარჯვნივ. რონალდინიომ მიიღო ბურთი. ლიტმანენს წინ არა ვიყავს. არა ვიყავს ლიტმანენს წინ და არც გვერდით ყავდა და უკან უწია ოდნავ პასი დაკეთება. სორიანო ძალიან კარგად გამოვიდა. მეორე ტაიმში რა კარგი პასი გაუკეთა სავიოლას. აი ახლა არგენტინელებმა შანსი უკვე ხელიდან აღარ გაუშვა 3-1 ხდება ანგარიში. დუბლი ხავიერ სავიოლას. სორიანოს მეორე საგოლე მოქმედება, 1 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა. ჩვენები უკვე ვეღარ უძლევენ ფიზიკურად აი ამ შეხვედრას. რაც ვიარაუდეთ მატჩის წინ გადაცემაში ვკითხეთ კიდეც თავადაც რესურსი რამდენად ეყოფა ჩვენს გუნდს რომ ბოლომდე გაქრაჩოსო და პრინციპში ამის ვარაუდი შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ სორიანოს კარგი პასი სავიოლას მიიღება მეკარესთან პირისპირ. დარჩა არგენტინელი და ზუსტად შეასრულა, ხო რა და ეს ნამდვილად არასდროს ეშლებოდა სავიოლას, როგორ მოქცეულიყო დამაგვირგვენებელ ფაზაში. ერთხელ შეეშალა კვასპაძე მაუღო, მაგრამ მეორეჯერ აღარ შეშლია. არ ეშლებოდა მაშინ. არ მაშინაც შეშლია, რა თქმა უნდა. ვერ კარისკას თანჯმად 11-იანის დანიშნა და პირიქით დაასრულა შეხვედრა, დაასრულა მატჩი, რომელშიც ბარსელონას ლეგენდებმა დაამარცხეს ჩეო 11 ანგარიშით 3-1 ვიგებდით მატჩ, მაგრამ დამარცხით 2 ბურთის სხვაობით 1-3 სავიოლამ შეასრულა დუბლი, 1 გოლი გაგვიტანა სორიანომ, ჩვენი მხრიდან კი ანგარიში გახსნა ნავალოვსკი. შესანიშნავი საფეხბურთო საღამო გამოდგა, ვნახეთ ბარსელონას არაერთი ვარსკვლავი. მატჩის ყურადღების ცენტრში რა თქმა უნდა რონალდინიო იყო, მაგრამ არაერთი სხვა ვარსკვლავიც ვნახეთ. ზოგიერთი მათგანი შესანიშნავ ფორმაშია, ზოგიერთ ფორმა აქვს დაკარგული, მაგრამ როგორც რეპორტაჟის დასაწყისში აღვნიშნეთ, კლასი არსად წასულა